ტრამპი ოპტიმისტურადაა განწყობილი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხვალ პაკისტანში გაიმართება. ვიცე ვანსი მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს. ახალი აიათოლა, რომელიც ჰორმუზის სრუტეს ემუქრება, ახალი ეტაპია. ეს საინტერესოა, ჩვენი სტუმარი ამბობს, რომ ირანი ცდილობს სუდის შეთანხმებით მოგვატყუოს, მაგრამ ტრამპი ამას არ დაუშვებს. Quentin და Fox News-ის ანალიტიკოსი და ASW-ის პრეზიდენტი გენერალი ჯეკ კინი. გენერალო, ეხლა ცეცხლის შეწყვეტის ფაზაში ვართ. პრეზიდენტი ოპტიმისტურადაა განწყობილი, თქვენ რას ფიქრობთ? პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია, რომელიც არც ერთ ჩვენგანს არ აქვს. ამიტომ რაღაც გეუბნებათ, რომ ეს მოლაპარაკება უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი წინა და ვიდრე ის, რაც ირანელებმა ობამას მმართველობის დროს გააკეთეს, ასე რომ ეს უნდა იყოს ფაქტი. მაგრამ არა, მე ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ამის მიმართ, რადგან ეს ისაა, რასაც ირანელები აკეთებენ. გულისხმობ, ისინი ოსტატები არიან მოლაპარაკებების დაბინდვასა და გადადებაში. გასვანის. საკითხი ეხება ყველაფერს, რასაც ისინი აფასებენ. ყველაფერი ბირთვული საკითხიდან დაწყებული ბალისტიკურ რაკეტებამდე, მათ დრონებამდე და მოკავშირე ჯგუფების მხარდაჭერამდე. ყველაფერზე, რასაც ისინი იცავენ, მათ ნებაყოფლობით მოუწევდათ უარის თქმა. რთულია დაიჯერო, რომ ისინი ამას გააკეთებდნენ. რაც ალბათ ისინი გააკეთებდნენ, არის ის, რომ დათმობდნენ ისეთ საკითხებს, რაც ჩვენ მოგცემდა სტიმულს. ეს განსხვავებულია, ისინი მზად არიან აქ შეთანხმდნენ. ამას კვირების განმავლობაში გააჭიანურებენ და რატო უნდათ გააჭიანურონეს? კარგი, იმიტომ რომ არ უნდათ, ისევ დავიწყოთ შეტევა. და რაც უფრო დიდხანს იქნება ნავთობის ფასები დაბალი, რაც უფრო დიდხანს იქნება ნაკლები ეკონომიკური ტკივილი, რაც უფრო დიდხანს იქნება ნაკლები პოლიტიკური ზეწოლა, ეს მათ აზრით ბევრად უფრო ართულებს მთავრობისთვის დაბრუნებას და სამხედრო გზით საქმის დასრულებას. მჯერა რომ ეს მათი სტრატეგიაა და ამაში ძალიან ჭკვიანები არიან. სინაბიულეში ამაში უკეთესები არიან ვიდრე ბრძოლაში. ისტორია თავისთავად მეტყველებს. და კიდევ ერთი რამ არის, ბრაიან, რაც არ უნდა იყოს შეთანხმება, ვთქვათ რაღაცას მივახციეთ და ისინი ხელს აწერენ. შეგვიძლია ამ ხალხს მომავალში ვენდოთ? არა. აბსოლუტურად არა, ვფიქრობ არა, გენერალო, რა ვარიანტებია? მაშინ მზად უნდა ვიყოთ. ხო, მზად უნდა ვიყოთ. და ვიცი, რომ ჩვენ ზალებს შეუძლიათ გახსნან ის სრუტე და დაიცვან გემები, რომლებიც იქ გადიან. ხალხი აქ დრონზე და იქ რაკეტაზეა შეშფოთებული და მათი შეჩერება არაფერს დაგვიждდება. ისინი სორ გეგმას და გეგმის დეტალებს ვერ იგებენ. შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ უზრუნველყონ განსაზღვრული დერეფანი რანი, რომელიც სრუტეებში გაივლის. დადონ საფარი აბსოლუტური საჰაერო დაფარვა და საჰაერო ფარი ამ ყველაფრის გარშემო და უზრუნველყონ, რომ ყველაფერი რაც შეეცდება ამას შერწევას განადგურდება. მერტო ჩემო, ჩვენ უკვე კვირებია ვიცავთ ჩვენს გემებს ირანული თავდასხმებისგან. შეგვიძლია ამის გაკეთება. ეს ბევრად უფრო შეზღუდული იქნებოდა, სორია. მართალია მათ აქვთ სანაპირო, საიდანაც შეუძლიათ სროლა, მაგრამ შენ ფიქრობ, რომ ჩვენ ვინმეს მივცემთ საშუალებას ახლოს მოვიდეს? გვექნება აპაჩის ვერფენები ჰაერში, გაძლიერებული მეთვალყურეობა, ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს. სორია, ეს არაფერია, მართლა არაფერია განსაკუთრებული. არ არის ისე, რომ ეს არ იყოს გამოწვევა. არ ვამბობ, რომ რისკი არ არსებობს. ყველა სამხედრო ოპერაციაში არის რისკი, მაგრამ ეს შესაძლებელია, საკმაოდ შესაძლებელია. გენერალო, ჩინელები და ირანელები თავისუფლად გადაადგილდებიან და ისინი წვეთენ ინდოეთისა და პაკისტანის გემების სცემების საკითხს. რატომ არ უშლით მათაც გზას? რატომ არ შეგვიძლია ჩვენ ეს გავაკეთოთ? მათ უტოვებთ ხელმძღვანელობას, სანამ ხალხს ფულს თხოვენ. გამოძალვა ისაა, რასაც ვერავინ აიტანს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პირველი ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენთვის, როცა ისინი სრუტეებს კეტავენ, განსხვავებით იცი უსაფრთხოების ვარიანტისგან, რომელიც ბევრად მეტ რესურსს მოითხოვს. ეს უბრალოდ ასე იქნებოდა. ირანული გემები გადიან, უბრალოდ საკმარისია მათი კარანტინში მოთავსება ომანის ყურეში. და როცა ჩვენ სამხედროებთან ვსაუბრობდი, ეს დიდი პრობლემა არ იყო. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. იცით, იგივე გააკეთეს ვენესუელის სანაპიროზე. ამ ჩინურ გემებს შორის ბევრი დამოკიდებულია სპარსეთის ყურის ნავთობზე და ისინი სერიოზულ პრობლემებში აღმოჩნდებოდნენ, ასე რომ მოუქცეულიყავით. პრეზიდენტი ურეკავს სი ძინპინს და ეუბნება, ნახე, ირანი გვაიძულებს ვიმოქმედოთ. ეს ისაა, რისი გაკეთებაც არ მინდა, მაგრამ სრუტის გახსნა მჭირდება, ეს არის რეალობა. და შენ გადაიხდი ფას. ის რაც მე მსურს არის ის, რომ დაურეკო ირანელებს და უთხრა, რომ შეწყვიტონ ეს.
არ გთხოვ რომ შეწყვიტონ ჩვენთან დაპირისპირება, უბრალოდ სრუტის დახურვა შეწყვიტონ. ფიქრობ ეს არის განხორციელებადი სტრატეგია. თუ მათთან პრობლემები კვლავ გაგრძელდებედება, ფიქრობ ეს უნდა იყოს პირველი სტრატეგია, რომელსაც მივმართავთ. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ სამხედრო ვარიანტზე გადავიდოდეთ, მაგალითად უსაფრთხო კონვოის გატარებაზე სრუტეში. დიახ. დიახ, ეს იქნება ორი ინტენსიური კვირა, მნიშვნელოვანი შაბათ-კვირა იქნება JD Vance ხელმძღვანელობს, მაგრამ მათ ვერ შეძლებენ ჰორმუზის სრუტის კონტროლს. ის უფრო დიდია ვიდრე სპარსეთის ყურე. გმადლობთ. შეგიძლიათ ისაუბროთ გენერალო, დიდი მადლობა. ბოლო ერთი საკითხი. ნახეთ, პრეზიდენტი ტრამპი აქ ცუდ შეთანხმებას არ დადებს. რამდენადაც მას გონია, რომ კარგი შეთანხმება მოდის, ის მხოლოდ მაშინ გაიგებს ამას ზუსტად, როცა შეთანხმება მაგიდაზე იქნება და გაირკვევა, როგორი იქნება გადამოწმების პროცესი. მას კარგად ესმის, რომ ეს ხალხი მატყუარები და თაღლითები არიან. მოусმინე, არავის უმართავს. ამ რეჟიმთან მეტი მოლაპარაკება ვიდრე ამ პრეზიდენტს. და სინამდვილეში ეს ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რეალურად დაუპირისპირდა მათ სამხედრო ოპერაციების თვალსაზრისით. კარგი, მას კარგად ესმის, ვისთანაც აქვს საქმე და მე მჯერა რომ ასეა. ჩვენ საბოლოოდ ძალიან ცუდ გარიგებას მივიღებთ ყველა იმ სხერფლის შემდეგ, რაც აქამდე გავიღეთ. ასე რომ ჩემი ფსონი სწორედ ამ შედეგზეა ნამდვილად. ეს ცუდი გარიგება არ არის და შეიძლება მოგვიწვიოს სამხედრო ოპერაციებზე დაბრუნება და ამ ყველაფრის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. ამხრივ მე მხარს უჭერ ამას, რადგან ასე ფინანსურ გადარჩენის საშუალებას არ ვაძლევთ რეჟიმს. ნებისმიერ შეთანხმებაში მოგვიწერს სანქციების მოხსნა და მილიარდობით აქტივის გაყინვა. რეჟიმი მაშინვე ვერ აღდგება, მაგრამ ამ ფინანსური დახმარებით ისინი ფეხზე წამოდგებიან. გენერალო, კარგი შენიშვნა, დიახ, ყველა დააკვირდება, ასე ვერ დავტოვებთ. გენერალ ჯეკ კინი, მადლობა. პრეზიდენტი ტრამპი ოპტიმისტურადაა განწყობილი ირანთან შეთანხმების მიღწევაზე, მაშინ როცა ვიცე-პრეზიდენტი ვენსი პაკისტანში გადამწყვეტ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ამზადებს. მადლობა. მაგრამ ირანის უზენაესი ლიდერი უკვე ართულებს პროცესს, რადგან სთავაზობს გეგმებს ჰორმუზის სრუტის კონტროლის აღებაზე და გადასახადების დაწესებაზე. ტრეი ანგსტი პირდაპირ ეთერში გვერდება თელ-ავივიდან დეტალებით დილა მშვიდობისა ტრეი. დიახ, მეგობრებო, დილა მშვიდობისა. მაღალი რისკის მქონე მოლაპარაკებების ფონზე ისლამაბადში ამ შაბათ-კვირას ისრაელის დაზვერვამ Fox News-გან უცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს გადასახადებს აკისრებს. ოფიციალურმა პირმა დაამატა, რომ ეს ტერიტორია სრულად ირანის ისლამური რევოლუციური გველუძგვარდიის კონტროლის ქვეშია. ისინი წყვეტენ, ვინ გაივლის, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვინ ვერ გაივლის. მე შემატყობინეს, რომ დაზვერვა აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს ირანი მჭიდროდ გააკონტროლოს სრუტე მოლაპარაკებებამდე. ამის განმავლობაში პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე თქვა, ციტირებ, ირანი ძალიან ცუდ და უსინდისო საქმეს აკეთებს ჰორმუზის სრუტეში ნავთობის შეზღუდვით. ეს ჩვენი შეთანხმება არ არის. ხოლო 8 ხომალდის გავლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის პირველ 48 საათში ირანის უზენაესი ლიდერის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, ციტირებთ, და ნამდვილად შევდივართ ახალ ეპოქაში ჰორმუზის სრუტის მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ ომს არ ვეძებთ, მაგრამ ჩვენს კანონიერ უფლებებს არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ. და ამიტომ ყველა წინააღმდეგობის ფრონტს ერთიანად მივიჩნევთ. რეგიონი პაკისტანში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგს ელოდება, მაშინ როცა ირანი და პართევა სხვადასხვა პირობებზე მსჯელობენ. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ მოლაპარაკებებზე კომენტარი გააკეთა. ჩვენ განვიხილეთ პაკისტანში მოლაპარაკებების შემდეგი პროცესი და ვუჭერთ მხარს და ვახალისებთ ამ პროცესს. და ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების პროცესი მიაღწევს თავის მიზნებს, რაც არის მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში. ერთი სადავო საკითხი ის არის, შეძლებს თუ არა ისრაელი კვლავ შეუტიოს ჰეზბოლას, რომელიც ირანის მთავარი მოკავშირეა ლიბანში. ამის განმავლობაში ისრაელმა დაადგა გაშვების პოზიციებს ლიბანის სამხრეთში, ვის შემდეგაც ჰეზბოლამ გაუშვა რაკეტა, რომელმაც სირენები აამუშავა თელ-ავივში. მინდა გითხრა, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა არ არსებობს. ჩვენ კვლავ ძლიერად უტევთ ჰეზბოლას და არ შევწყვეთ, სანამ თქვენს უსაფრთხოებას არ აღვადგენთ. ჩვენმა დიდმა მიღწევებმა, როგორც ირანში, ასევე ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, ისტორიული ცვლილება მოიტანა ისრაელის სტატუსში რეგიონში. მომავალ კვირას ისრაელი და ლიბანი უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები მშვიდობიანი ურთიერთობებისა და ჰეზბოლას განიარაღების მიზნით. მაგრამ ისრაელის დაზვერვამ Fox News აცნობა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გავლაზე გადასახადების გადახდას ითხოვს. ჩვენ ახლა უკავშირდებით საზღვაო კომპანიებს, რათა დავადასტუროთ, იხდის თუ არა ისინი ამ თანხებს. ხალხო, ტრეი, არის რაიმე საუბარი ირანის მოსახლეობის შობის შეიარაღებაზე, ვიცი რომ ეს რეიგანს ნიკარაგუაში გამოუვიდა.
ერთი კვირის წინ ამ საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ წელს წლის დასაწყისში სადეს ირანელი დემონსტრანტებისთვის იარაღის მიწოდება, მაგრამ საბოლოოდ იარაღი არ გადაეცათ. პრეზიდენტის თქმით, ქურთები ამბობენ, დაუკავშირდი რეგიონულ წყაროებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ეს იარაღი გაიგზავნა, მაგრამ დემონსტრანტებამდე არ მისულა. უდავოდ პრეზიდენტს სხვადასხვა ვარიანტები აქვს. ისინი ელოდებიან ისლამაბადში მოლაპარაკებების შეების შედეგს, რადგან ესმით, რომ ირანელებს მოლაპარაკების მაგიდასთან ბერკეტი არ აქვთ. ირანის რევოლუციური გვარდია განადგურდა და დათრგუნული იქნა ოპერაცია ეპიკური რისხვის შემდეგ. ირანის ბირთვული პროგრამა ლიკვიდირებული იქნა ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს. ამ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საწარმოო ხაზები ბოლო 40 დღის განმავლობაში ზებრივას და ისრაელის თავდასხმების სამიზნე გახდა. ამიტომ ირანელებს მოლაპარაკებების მაგიდაზე ძალიან ცოტა რამ აქვთ და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ მოუწევთ აღიარონ, რომ ბრძოლის ველზე დამარცხდნენ და შეცვალონ თავიანთი პოზიცია, თუ სურთ კეთილსინდისიერ შეთანხმებას მიაღწიონ. ფრეი ირანი ძნელად აღიარებს დამარცხებას და გადასცემს ურანს ან სრუტეს. ეს გვაფიქრებინებს. ნეტავ ისევ გაგრძელდება მოლაპარაკებები პროგრესის მოტივით, როგორც ადრე ხდებოდა. მართლა მიმდინარეობს ეს პროცესი. თუ ფიქრობთ, რომ არსებობს ვადა, მაგალითად 2 კვირის განმავლობაში, რომ ამ საუბრებს ან მეტი ძალა მიეცეს, ან დაიშალოს. ეს ძალიან კარგი კითხვაა. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ირანელები მედიასთან ერთს ამბობენ, ხოლო მოლაპარაკებების მაგიდასთან სხვას, რადგან სულთ შტაბ-ეჭდილება დატოვონ, თითქოს ჯერ კიდევ აქვთ შიდა ძალა უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ისეივ არის თავდასხმებით განადგურებულია. ჩვენ ვაანალიზებთ რამდენიმე საკითხს და საჯაროდ ხედავთ აშკარა განსხვავებას ამერიკელებისა და ირანელების პოზიციებს შორის. პრეზიდენტმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ირანმა დაუშვა ჯგუფი იმ ობიექტებში, სადაც გამდიდრებული ურანი ინახებოდა. ამოიღონ ურანი ოპერაცია Midnight Hammer-ის შემდეგ და გაიტანონ ეს მაღალგამდიდრებული მასალა ქვეყნიდან. ამ კვირაში ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელმა უზრუნველყო ურანი. და არის ჰორმუზის სრუტე, სადაც პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ეს გასასვლელი გახსნილიყო. მაგრამ ირანელები თამაშობენ, ხელს უშლიან თავისუფალ გადაადგილებას და ჩვენი რეპორტაჟების მიხედვით ამ კრიტიკული გზის გამო გადასახადებს იღებენ. და ბოლოს არის ისეთი ჯგუფების მხარდაჭერა, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და ჰუთები, ასევე ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, რომელიც ემუქრება სუარიმევას მოკავშირეებს რეგიონში. მნიშვნელოვანი დათმობების გარეშე ბრძოლის ველზე ამ მარცხის შემდეგ რეგიონი სავარაუდოდ კვლავ კონფლიქტის მდგომარეობაში დაბრუნდება. კარგია, შესანიშნავი რეპორტაჟია ტრეი. ამიტომ საჭიროა პოლიტიკური ხელმძღვანელობის დესტაბილიზაცია და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისრაელებთან ერთად ამ სტრუქტურის დიდი ნაწილი გავანადგურეთ, მისი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არსებობს. გაქვს ორი არჩევანი: ან შენ გაანადგურებ მათ, ან ხალხი თავად აღდგება და გაანადგურებს. ეხლა მათ ამისთვის იარაღი არ აქვთ. ამიტომ ვფიქრობ, როცა გენერალი მოიყვანე და მან ისაუბრა იმაზე, რომ მიზანთან ძალიან ახლოს ვალთ. ეს უნდა მოხდეს არა რეჟიმის შეცვლისთვის, არამედ უბრალოდ 10 წლით კიდევ გადადებ ყველაფერს, სანამ ისინი ისევ არ ცდიან ყველაფრის გაკეთებას. გენერალმა თქვა, რომ ირანელები მოლაპარაკებების გაჭიანურების ოსტატები არიან და ყველაფერი, რასაც ისინი აფასებენ, საფრთხეშია. ჩვენ გვინდა, რომ მათ ხელი აიღონ.